ძალიან მნიშვნელოვანი თემით ვაგრძელებთ გადაცემას. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდებიან. სახელმძღვანელოების რეფორმა 2026 წლის 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების დაბრუნება, შინაარსობრივი განახლება, რა ეტაპზეა ახალი სახელმძღვანელოების მომზადება და რამდენად მზადაა სასკოლო სისტემა ამ მასშტაბური ცვლილებებისთვის. შემოგვიერთდა, რა თქმა უნდა, თამარ მახარაშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე, მოგესალმებით. მოგესალმებით. სტუმრობისთვის სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო სახელმძღვანელოების ჩანაცვლება და ვიცით, რომ სახელმძღვანელოების რეფორმა არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი. რა ეტაპზეა სახელმძღვანელოების ჩანაცვლების პროცესი ახლა და უშუალოდ ვინ იღებს ამ პროცესში მონაწილეობას? უბრუნდება სკოლას ის მთავარი ძარღვი და მთავარი ღირებულებები, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას და ის მთავარი სასწავლო პროცესი, რითიც უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები. ამიტომ მართლა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და რა თქმა უნდა უდიდესი პროცესია ამისთვის ჩატარებული, გავლეთ წინ გველოდება კიდე ძალიან ბევრი, მაგრამ მთავარი, რაც შეიძლება ზოგად ფაბულად ითქვას, არის ის, რომ როდესაც სახელმძღვანელოების შექმნა გადაწყვიტა განათლების სამინისტრომ, მისი მთავარი мотиваცია იყო ერთი, რომ პირველ რიგში ჩვენ შვილებს გულში აუნთოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ვინა ვართ, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოგვივლია, როგორი ქვეყნის შვილები ვართ, მათ ჰქონდეთ იმ საერთო ღირებულებებზე და ფასეულობებზე ზუსტად იცოდნენ, როგორი მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ სკოლიდან და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის სკოლამ. გააკეთოს ყველა საგანში. რასაკვირველია, ამ ეროვნულ ღირებულებებზე გასვლისთვის არსებობს საგნები, რომელსაც უფრო მთავარი დატვირთვა აქვს და ეს საგნები არის ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ისტორია, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია და სწორი мотиваციაც იმისა და არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებები, რომ საბუნებისმეტყველო საგნებითაც შეიძლება ამ ღირებულებებზე გასვლა. თავარი ამოცანა იყო, რომ ბავშვისთვის გასაგები საყვარელი და საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი. იმისათვის, რომ აი ამ ყველაფერს მივაღწიოთ, ბუნებრივია, პირველ რიგში ეს არის მასწავლებელი, მაგრამ სახელმძღვანელოს ენიჭება უდიდესი დანიშნულება. სახელმძღვანელო როგორი ფორმით არის აგებული, ის უნდა იყოს ბავშვისთვის მისაღები, საინტერესო კი არ გაწიოს წიგნისგან ბავშვი და კი არ აგზნობინოს, რომ ამას მე ვერ შევძლებ, ეს უინტერესო, არამედ იყოს საინტერესო. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოვახერხოთ, არსებობს მეთოდოლოგია კონკრეტული, რომელსაც ქვია კონსტრუქტივისტული მიდგომა. მოდი ავხსნათ ეს რა არის მეთოდი, როდესაც შენ იწყებ კონკრეტული ფაქტის გაანალიზებით. აი, მეშვიდე კლასის ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა კონკრეტული ტერმინებით კი არ იწყება, რომელიც უკვე გაშინებს, აი ეს ტერმინი რო ვერ ვისწავლო, ეს ქვეცნობიერად მოდის, ხო, ბავშვის ფსიქიკაში. არამედ რა ხდება ჩვენს გარშემო. აბა დავაკვირდეთ, რა არის გარშემო, მისივე ანალიზი, ახსნა, როგორ ხედავს ამას ბავშვი, როგორ აფასებს, შესაბამისად შემოსულან პრაქტიკაზე დაყნობით, მის აღმოჩენებიდან გამომდინარე, გავდივართ უკვე თეორიულ ნაწილზე, მაშასადამ ეს ყველაფერი გარშემო რაც ხდება, რას ნიშნავს და თავად სახელმძღვანელოს ფორმა და ფორმატი. ამას ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ისია აგებული, რომ იმოგზაუროს ბავშვმა სამყაროში ნებისმიერ საგანში, ეს იქნება ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ ქართულ ენაზე, ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ამაზე მექნება საშუალება, რომ ცალ-ცალკე ვისაუბროთ. ბატონო თამარ, ერთი შეკითხვა მაქვს ბოდიში ახლა. აი ეხლა რო ამბობდით, რომ ეს ამ ყველაფერში უნდა იმოგზაუროს, გაიაზროს, მოსწავლემ გამახსენდა ჩემი თავი. მე ახლა სხვებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რაღაც ტერმინებისა თუ საგანში რაღაც კონკრეტული თავების დამახსოვრება მექანიკურად გვიწევდა, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ჩვენთვის რთულად გასაგები იყო იმ პრაქტიკის არქონიდან გამომდინარე, ხო? განათლების მინისტრმაც თქვა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ არა მექანიკურად, არამედ გააზრებულად და მთელი ამ პროცესის შემეცნებით ბავშვებმა დაიმახსოვრონ და გაიაზრონ ესა თუ ის საგანი. და არა დაზეპირებით უკვე. არა დაზეპირებით, კი ბატონო, ამას გულისხმობ. რა იყო მთავარი პრობლემა იმ წინა სახელმძღვანელოებში, რაც აქ აღარ იქნება ახალ სახელმძღვანელოებში და ის პილოტირების პროცესიც რომ გითხრათ, როგორ ფიქრობთ ამ ყველაფრის წარმართვას და რა პროცესები უნდა გაიაროს ამ ახალმა წიგნებმა. ეს მეთოდი, რაც მე ვახსენე და შევეცადე რომ მარტივად ამეხსნა, ეს არის ის სიახლე, რომელიც ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, არსებულ სახელმძღვანელოებშიც,
რაც აქამდე იყო გრიფირებული, კონკრეტულ სახელმძღვანელოებში ეს მიდგომები ზოგიერთ შემთხვევაში იგრძნობოდა, მაგრამ ჩვენ სისტემურ ხედვაზე ვსაუბრობთ. ახლა თავარი არის დიახ ის, რომ 21 საუკუნის ბავშვისთვის იყოს საინტერესო მისაღები მთლიანად პროცესი, სასწავლო პროცესი. ამიტომ ის რაც მინისტრმა ბრძანა, რას გაუსვა მან ხაზი, რომ ყველა შემთხვევაში ეს მეთოდოლოგია, როგორც მე ვთქვი, ზუსტად იქითკენ უნდა წაგვიყვანოს, რომ ბავშვი მივაჯაჭოთ საკლასო ოთახს. ეს პრობლემა და გამოწვევა არსებობს და არის, ამას ჩვენ თვალს უსწორებთ და შესაბამისად ყველა იყო ამ პროცესში ჩართული. მთავარი რა არის? ერთი რომ იყოს საინტერესო, იმისაც რომ საინტერესო გახდეს ძალიან მრავალი მდგენელი აქვს ამას. პირველ რიგში ის რომ უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემული, მაშა სადამე პროცესში ფსიქოლოგებიც ყავდა ჩართული, რაოდენობა სიტყვებისასაც კი აქვს მნიშვნელობა. ერთ პარაგრაფში, ერთ გაკვეთილში მაგალითად 500-ზე მეტი სიტყვა არ უნდა იყოს, იმისათვის რომ დაძლევადი იყოს და რა თქმა უნდა შესაბამისი ასაკის ენით გადმოცემული ეს ყოველივე. და რუბრიკებს აქვს ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა, რუბრიკა რომელიც ამ მეთოდოლოგიას მიყვება. ერთი როგორც გითხარით, რა ხდება ჩვენ გარშემო, პრაქტიკა, შემდეგ მაშა სადამე ეს თურმე ეს ყოფილა, შემდეგ გამომყევი, დამაკვირდი, კიდევ უფრო მეტი, ანუ ახსნა ახალი გაკვეთილის ცხადად არის უკვე გაწერილი ჩვენ სახელმძღვანელოებში, რას აკეთებს საკლასო ოთახში, სადაც იქვე არის ამოხსნები, ახლა საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე გესაუბრებით. მაშა სადამე ბავშვი თუ სკოლაში კონკრეტულ დღეს ვერ მოდის, სახელმძღვანელო იმ პრინციპითაც არის აგებული, რომ ყველა შემთხვევაში მან დამოუკიდებლადაც შეძლოს კონკრეტული მასალის დაძლევა და ასევე არის გაძლიერებისკენ მიმართული თემები, აი ასე წარმოდგენილი. მაგალითად, ჩვენ სახელმძღვანელოებში უნდა გათვალოს შენ საშუალო მოსწრების ბავშვზე კონკრეტული მასალა. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს მეთოდოლოგიის ნაწილია. მაგრამ შემდეგ ესეც საინტერესოა, კიდევ უფრო ღრმად რომ შევიდეს თემებში, შესაბამისი რუბრიკებიც არსებობს. ლიტერატურული სახელოსნოდან დაწყებული, მათ შორის ლექსიკონით დასრულებული სიტყვები, რომელიც მას ხვდება, ტერმინები საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე რო ვისაუბრო, მხოლოდ ერთგვარად თითოეულ პარაგრაფში ბოლოს ჯამდება. და რაც ყველაზე მთავარია, რუბრიკაში, როგორც გითხარით, ესეც საინტერესოა, ინფორმაციები ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილ მეცნიერებზე, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დოზირებულად გადმოცემული, რომელშიც შედის ბავშვი და ასევე QR კოდებით ჩაინტეგრირებული, თქვენ იცით რომ მე ვახსენე წინა გადაცემებში, ჩვენი მუზეუმების კარი გაიხსნა ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი სახელმძღვანელობისთვის. ერთი სიამოვნება, აი ახლა ლიტერატურაზე უფრო კიდე გისმენთ და დატრულად რომ ვიყო ისევ სკოლის მოსწავლე. მე სხვათა შორის QR კოდებში არის ჩაინტეგრირებული ეს ჩვენი უნიკალური მასალა, რაც ჩვენ გვაქვს, წარმატებებიდან დაწყებული ჩვენი ცნობილი მეცნიერებისა გამოგონებები და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენმა მინისტრმაც ახსენა ეს, რომ შიგთავსი კი არა, ყდაც კი ჩვენი სახელმძღვანელოს ინფორმაციის მომტანია, რომელზეც არის წარმოდგენილი ის უნიკალური მიმართულებები, რომელთაც მსოფლიოს დავამახსოვრეთ ჩვენ თავი. წიბწა, ხორბალი და ასე შემდეგ, რითიც ჩვენ ვართ მდიდრები და რითიც მსოფლიოს ჩვენ ვართ ღვინო და ის უდიდესი აღმოჩენები, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვამაყობთ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? ერთის მხრივ ამ მეთოდოლოგიით მოგცე ინფორმაცია, შემკრები კი არ გაგხადო ინფორმაცია. სიღრმისეული ცოდნა რა. შემკრები კი არა, თქვენ ახსენეთ, ეხლა ბაბი ვიზეპირებდით, სხვა შორის საზეპირო არის მნიშვნელოვანი, ოღონდ რა უნდა დაიზეპირო, იცით, ლექსი. აი ეს კი ბატონო, ლექსის დაზეპირება ყოველთვის მიყვარდა. ტერმინების დაზეპირება დაგჭირდეს, იმიტომ რომ იმ ტერმინებამდე ვერ მიგიყვანეს სწორი გზით, ხო? ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება ჩაგეჭრებით. ესეთი ფორმით სახელმძღვანელოს გამოშვება არის თუ არა დაზღვევა შემდეგი ამბისა, ეხლა რომელსაც მოგიყვებით. პირადად ჩემ თავზეც გამოცადე მე და ჩემ სამეგობროშიც ასეა, ერთი და იგივე საგანი სხვადასხვა სკოლის ბავშვებმა სხვადასხვანაირად იციან. სავარაუდოდ ეს არის მასწავლებლის ბრალი. ის მასწავლებლები, რომლებიც კარგად გადმოსცემენ, უფრო მარტივად ვიგებ და გვიყვანეთ, ჩვენ ქიმია და ფიზიკა ძალიან გვიყვარდა ჩვენ სკოლაში. სხვა სკოლებში ნაკლებად. იმიტომ რომ ალბათ არ იყო შესაბამისი გადმოცემა, მაგრამ წიგნი ყველასთვის ერთნაირად რთული იყო, გასაგებად ახსნის გარეშე. აი ეს ხო არ არის ერთ-ერთი ჩამკეტი მექანიზმი, რომ უფრო მარტივი ფორმით იყოს მიწოდებული და შენ რო წაიკითხავ, გაიგო და არ იყო დამოკიდებული მხოლოდ მასწავლებლის გადმოცემის უნარზე. ზუსტად ახლა და პლუს გარდა ამისა, ეგ პრობლემა რომ მოგვეხსნა მასწავლებლის წიგნით ისია გაკეთებული, მეგობრებო, რომ დეტალურად არის ახსნილი მასწავლებელმა რის მერე რა უნდა გააკეთოს. ეს რა თქმა უნდა მასწავლებელს თავისუფლებას არ უზღუდავს არანაირად. ეს ვალდებულებაც არის მასწავლებლის, რომ გარდა კონკრეტული პროგრამისა, პროგრამასთან ბმაში თვალსაწიერი გაუფართოოს მოსწავლეს. მაგრამ
მასწავლებლისთვის ერთგვარი ხელსაწყოა ამ ახალ მეთოდოლოგიაში როგორ წამოყვეს. ეხლა აღარაფერს ვამბობ, რომ იქ ტრენინგების წამოყვება ამას და ასე შემდეგ. ერთის მხრივ მასწავლებელსაც უდიდესი სიახლე შეგვაქვს, რომ მასწავლებლის წიგნი მართლა მისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყო და მეორეს მხრივ, რაც თქვენ ბრძანეთ, სახელმძღვანელო ისია გადმოცემული, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ბავშვმა ამ სახელმძღვანელოზე მუშაობა. ქართული ლიტერატურა მინდა რომ გადავიდე აუცილებლად ქართულ ლიტერატურაზე, თემებად დაჯგუფებული, აი ხა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ვკითხულობ რა თქმა უნდა ყველაფერს, უკვე ბეჭდვაში ჩაშვებულია. მე-7 კლასის სახელმძღვანელო იწყება ასე სამშობლო უპირველეს ყოვლისა და სამშობლო უპირველეს ყოვლისაში რა თქმა უნდა მე-7 კლასში დოზირებულად რაც შეიძლება, იმიტომ რომ წინ გვაქვს მე-8, მე-9, მე-10 ხო და არის წარმოდგენილი და დაჯგუფებული ჩვენი ძალიან დიდი კლასიკოსები, ვიცით ჩვენ ვამაყობთ ქართველობა რომ გვიხარია იმ კლასიკოსებზე გესაუბრებით და აი მაგალითად სამშობლოს თემაში აკაკი წერეთლის ღამურა თუ ხატის წინ აი მნათეს შემდეგ როგორ კითხვებით როგორ ამოაქვთ ეს ინფორმაცია, ეს მინდა უბრალოდ გაგიზიაროთ, ხო? კი, მაგრამ მნათე არსად ჩანს ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული მომავლის მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა და მასწავლებელი სამ შეკითხვებს. კი, მაგრამ მნათე ვინ არის და გვჭირდება თუ არა მნათე ზოგადად ცხოვრებაში. და შემდეგ როგორც იშლება ეს თემატიკა, დიახ, ყველას გვჭირდება ჩვენ მნათე ცხოვრებაში. როგორი უნარებიც არ უნდა გქონდეს, როგორი შესაძლებლობები, თუ არავინ აანთო, თუ არავინ დაინახა ჩვენში ეს ყველაფერი, მნათე ყოველთვის საჭიროა. და ამ მნათეში ისია მთლიანად დამუშავებული, ბავშვი ხვდება, ვინ არის მის გარშემო მნათე? არის დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მასწავლებელი, მეგობარი, ყველა და ეს პოზიტივი, რომელიც აქ შემოდის, რომ აუცილებლად და თვითონაც უნდა იყოს სხვისთვის მნათე, мотиваციის მიმცემი. სამშობლოს თემაში, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუხვევთ იმას, რომ გადაგვარების მოსურნე ბუნებისაგან კრულია, მისი პირადი ღირსება. ხო, სხვის ტომში გამოსხლეტილსა არ მოუშლიან კბენასა. თქვენ წარმოდიეთ, ეხლა ეს თემატიკა როგორ შეიძლება გაიშალოსო? თუ შენი არ გიყვარს, თუ შენი არ იცი, სხვისას ვერ შეიყვარებ და ვერც დააფასებ. ეს მხოლოდ აკაკიზე ვისაუბრე ახლა და რა თქმა უნდა კიდევ ერთი თემა მინდა ვახსენო, ხა შთაბეჭდილებებზე რადგან გესაუბრებით და ძალიან პატარა ნაწილზე. ამას ბოლოსთვის მოვიტოვე ეს თემა, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ის, რომ თუნდაც ნახეთ, მოუარეს საქართველოს თემატიკა გვაქვს შემოტანილი, როგორ უნდა მოუაროთ საქართველოს და წვიმის წვეთები, რომელიც შენ გიმეორებს, იქ შოთა, რომელიც გეუბნება მოუარე საქართველოს, რიონი, გიჟმაჟი თერგი და ყველა შენ გეუბნება, რომ უნდა მოუარო საქართველოს. როცა თემა მთავრდება, შემდეგ მოდის რა ფერები დაინახეთ ამ ნაწარმოებში, რომელ ფერებთან ასოცირდება. რა ხმები გაიგონეთ და რა თქმა უნდა ხმებზე როცა ვსაუბრობთ, ერი, რომელიც ამაყობს მრავალკულტურულობით, მრავალეთნიკურობით, მრავალხმიანობით, ჩაკრულო რომ აქვს კოსმოსში გაგზავნილი, რა თქმა უნდა QR-ით დევს ჩაკრულო და ჩვენ ამ ხმებს კიდევ ერთხელ ვისმენთ იმით, რითი ჩვენ ვამაყობთ. კი, აი ეს უნდა გქონდეს ეხა ბაბის მე რა თქმა უნდა პირველივე წამებიდან ისეთი აღფრთოვანებით საუბრობთ ხალბატონ თამარ გულწრფელად ვამბობ, რომ აი ამაში იგრძნობა რამ ხელაში რომ გაქვს ჩადებული, ის რომ ნამდვილად გააზრებული, ნააზრებია, მთელი გულით და სულით ორიენტირებული იმაზე, რომ მოსწავლეებმა ყველაფერი აი ესეთი სიღრმით, აი ესეთი ემოციით მიიღონ, როგორც თქვენ საუბრობთ და თვალზე თქვენც გაქვთ სრემლი და მეც ამავდროულად რო გისმენთ და გიყურებთ. ერთ კითხვას შემოგაშველებთ აქვე თუ შეიძლება, ასეთი აღფრთოვანებით რომ საუბრობთ, ეს არ იქნება მხოლოდ საჯარო სკოლებისთვის, როგორც ვიცით, და ერთსა და იმავე საფეხურზე კერძო და საჯარო სკოლებში ბავშვები ისწავლიან ერთი და იმავე სახელმძღვანელოებით. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. აი ამ ხელა შრომა ჩადებული და შრომას თავი დავანებოთ სურვილი და მიზანი, რაც თავში ვახსენე, რომ საკუთარი ქვეყნის ისტორიის ტრადიციის მცოდნე და ღირებულებებით სავსე ამაყი. ამ სიამაყეს რა აძლევს? თუ კი არ ასწავლე, რატო უნდა იყოს ბავშვი ამაყი უბრალოდ ვერ იქნება, ხო ესეა? ამიტომ დიახ, გიდასტურებთ, რომ ყველა საჯარო სკოლაში ერთ კლასში ერთი სახელმძღვანელო იქნება და მათ შორის კერძო სკოლაშიც. რა თქმა უნდა, კერძო სკოლაში არის იქ ცალკე პროგრამები, საერთაშორისო პროგრამები, QSI, კემბრიჯი, საბისი, ისინი სხვა პროგრამით მიდიან, თუმცა ქართულის და ისტორიის ნაწილში, რა თქმა უნდა, იქაც აუცილებლად იქნება ეს სახელმძღვანელო. საუბარია პირველ, მე-7 და მე-10 კლასელებს. ხო, აი როგორ განსაზღვრეთ თქვათ ეს ასაკობრივი კატეგორიები? იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებით კიდევ უფრო დიდი თემისთვის ჩვენი რეფორმის გზაზე, ეს რეპეტიტორიუმი შემოდის 2027 წლისთვის. ზოგადად სახელმძღვანელოების ამოცვლის პრინციპი არის ორნაირი. ან უნდა წამოყვე დაწყებით საფეხურს და ან საფეხურების გზაგამყარ კლასებში.
პირველი გასაგებია მე-7, იმიტომ რომ საბაზო საფეხური იწყება და მე-10, იმიტომ რომ იწყება საშუალო საფეხური. ჩვენ ეს პრინციპი რატომ ავირჩიეთ? 27 წელს უკვე რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს. ეს რეპეტიტორიუმი რას ნიშნავს? გაღრმავებული სწავლება ჩემი ინტერესის მიხედვით. ამიტომ მე-10 კლასის სახელმძღვანელო ყველა შემთხვევაში იქნებოდა და გვჭირდებოდა რომ გაგვეკეთებინა და შესაბამისად ეს მოდელი ავირჩიეთ. ისტორიაზე მინდა არ ვიცი ხო სწორედ მე-10 კლასია ხო ეს ცვლილება რომ საქართველოს ისტორია ზოგადად მინდა ცვლილებები პარალელურად თქვა ის რომ პირველად შემოდის ქართული ენა ცალკე როგორც საგანი ლიტერატურა გვექნება ცალკე და ქართული ენა იქნება ცალკე. ის რომ საქართველოს ისტორია და მსოფლიო ისტორია ისწავლება ცალ-ცალკე, მე-7, მე-8, მე-9 კლასში ცალკე მსოფლიო ისტორია, ცალკე საქართველოს ისტორია და მე-10 კლასის ისტორია აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიით იქნება წარმოდგენილი. მე გავიარე მე-7, მე-8, მე-9 კლასში საქართველოს ისტორია და მე-10 კლასში უკვე ქრონოლოგიურად კი აღარ ვსწავლობ ისტორიას, ეს ხო გავლილი მაქვს თემების მიხედვით და ეს არის კიდევ ერთი მოგზაურობა ის რაც მე გავიარე მაგალითად თემა ომი თემა საზოგადოება თემა ჩვენი გმირები თემა აი ამ თემების უკვე მოგზაურობ მე-7 მე-8 მე-9 კლასში რაც გაგივლია აი ამ ყველაფრის ერთგვარად ავსებ კრებ და თანაც პარალელებს საკეთებ სოფლიოში ამ დროს რა ხდებოდა ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება მე-10 კლასში ერთგვარი შეკრება ჩემი ინფორმაციისა ანალიზი და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ სახელმძღვანელოებში გარდა იმ სიახლისა ისტორიის მიმართულებით რაც გვაქვს რომ მართლა უნიკალურ მასალებს ნახავთ იქ მუზეუმებიდან და ჩვენი საგანძური რაც არის ყველაფერია სახელმძღვანელოებში QR კოდით იქნება თუ ვიზუალის წარმოდგენილი და ინფორმაციას აძლევს სად რა ინახება 500-ზე მეტია და რომ ფიქრობენ ხომ ექსკურსიაზე საწავიდეთ ნეტავ დარწმუნებული ვარ რომ სხვადასხვა ვერსიები ექნებათ სად უნდა წავიდენ და რა უნდა ნახონ და ამის გარდა QR კოდით ჩაინტეგრირებული დოკუმენტური ფილმები ამბები არქივიდან ისეთ ინფორმაციებს აღმოაჩენთ ილიაზე, ვაჟაზე, აკაკიზე, ექვთიმე თაყაიშვილზე, უცნობი ისტორიები. დარწმუნებული ვარ, რომ მშობლების ვერ მოწყდებიან ამ სახელმძღვანელოებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან გამდიდრებული იქნება, რაც მეთოდოლოგიაზე მინდა ისტორიის ნაწილში ერთი რამ ვთქვა. წყაროზე მუშაობა. წყაროები აი ყოველთვის მე წყარო რა არის, რას ნიშნავს? ყოველთვის ესე იყო, ხო ისტორია რა წყაროა? ხო ეს არ უნდა დავიკითხო. ხო ეს ფოლიოს ამბავე და არ ვკითხულობ. წყაროზე მუშაობის პრინციპი, სადაც თავად ბავშვი ნახულობს წყაროებს, შეაპირისპირებს ერთმანეთს, რომელიც წყარო უფრო სანდოა და რატომ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ იმ დამატებით ინფორმაციებით, რომელიც არის წარმოდგენილი და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგზაურია, კრიტიკულად უყურებს, აფასებს, ჩართულია და მონაწილეა და არა შემკრები და დამზეპირებელი ყველაფრისა. კიდევ ერთ ვიტყვი, ქართულ ლიტერატურაში რომ გადავხედე სტანდარტს, პირდაპირ ვიტყვი, რომ 27 ლექსი პოეზიის ნიმუში დავამატეთ. ანუ ეს რაც შეავს, რომ 27 ისეთი ლექსი არ იყო მინიმუმი, ხო, აღარ ჩავდივარ კიდე სხვა. ავტორიც ხوار დაამატეთ. რა თქმა უნდა, ემატება. აი მაგალითად ვინ დაამატეთ? უნდა გითხრათ? თუ არ შეიძლება სექტემბრამდე ნუ დაგვარდები. რა თქმა უნდა 12 კლასებს საუბრობ ეხლა მე ნუ 11 ჯერჯერობით 12 გვაქვს, მაგრამ 11 კლასის ფარგლებში წარმოიდგინეთ, არ გეუბნებით კონკრეტულ კლასებში, მაგრამ ილია ვაჟა აკაკის ნაწარმოებების ბევრი შეემატა კიდევ და გარდა ამისა, ისეთი ლექსები, როგორიც არის მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მთელი მარო ზეპირად იცის, ერი რომ ღერის, რითი ჩვენ, როგორც ქართველები თავს ვიწონებთ და ჩვენზე არ შეიძლება, რომ სახელმძღვანელოებში არ ვასწავლიდეთ ამას ბავშვებს. ამიტომ რომ ვნახეთ, აი არც მეტი და არც ნაკლები 23-ზე და 25-ზე რო გესაუბრებით, აქედან დასკვნა უნდა გამოიტანოთ, როგორი გაღარიბებული ყოფილვართ მანამდე და რატომ გვაქვს პრეტენზია მე რომ შვილო სად არის შენი ქართული სული და საიდან უნდა გქონდეს ეს ეროვნული ღირებულებები სკოლაში ატარებს უდიდეს დროს როდესაც მოქალაქე როცა ყალიბდება სკოლა არის სწორედ ეს პერიოდი და იქ თუ ჩვენ ეს ყველაფერი დავაკელიცავთ ჩვენ ვართ ბედნიერები მეგობრებო იმისათვის რომ ნამდვილად ახალი ეტაპი იწყება ამ ახალ ეტაპს ქვია დაბრუნება სკოლაში იმისა თუ რასაც ქვია სამშობლოს პატრიოტი მოქალაქის აღზრდა
და კიდევ ერთხელ ჩვენი შვილები ნამდვილად იამაყებენ იმით, რომ აი ამ პროგრამებში და ამ სახელმძღვანელოებში დაინახავენ თავარ რამეს, ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეთოდოლოგიურად მათთვის მისაღები იყოს სასწავლო პროცესი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მასწავლებელიც იყოს წელგამართული შესაბამისი ინფორმაციით და ყველა საგანში, ყველა ფრაზის ბოლოს იამაყებენ, რომ არიან ამ ქვეყნის შვილები. ქალბატონო თამარ, თქვენ ახსენეთ მშობლები და ხშირად გვესმის მშობლებისგან, რომ ბავშვებს ძალიან მძიმე ჩანთების დარება უწევთ სქელტანიანი სახელმძღვანელოების გამო. რას ნიშნავს სემესტრული სახელმძღვანელოების? აი ამას ნიშნავს ზუსტად, რომ არ მოუწიოთ სქელტანიანი, ჩანთა არ იყოს მძიმე, მარტივად რო ვთქვა, აქაც თავისი სტანდარტები არსებობს. დაწყებით კლასში 154 გვერდზე მეტი თუ გამოდის სახელმძღვანელო, ის ორად იყოფა. ამ პრინციპით წავედით, ადრე არ იყო ეს პრინციპი დაცული, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურზე 260 გვერდზე მეტი თუა ის ორად იყოფა. აი ამ პრინციპს ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა. ესე იგი 60 ნაწილად დაიბეჭდება. შეიძლება, ანუ პრინციპი ესეა, ნახეთ, 154 გვერდზე უკვე იყოფა ორად. რამდენადაც არის საჭირო, იმდენად უნდა გავყოთ, იმიტომ რომ გავიგე ბავშვები როგორ ყველაფერი იციან, მაგრამ ფიზიკური ჯანმრთელობა ჩვენთვის ასევე სხვათა შორის ჩვენთვისაც მძიმეა ხოლმე ეგ ჩანთები, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი გვაყოფა დაბალკლასებში და ორი ბავშვი თუ გამოგყავს ერთდროულად მძიმეა მართლა ჩემთვის. დიახ. ძალიან დიდი მადლობა იმ აღთომარებისთვის, როგორც თქვენ ახლა ამ რეფორმების შესახებ გვესაუბრეთ, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის დიდი ცვლილება იქნება უდიდესი, რომელიც ნამდვილად ძალიან ღირსეულს და სამშობლოზე შეყვარებულ თაობას აღზრდის. უღმესი მადლობა.